გესმართ თუ არა ნიდერლანდების საშინელი მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ფავშესაფრის მაძიებლებს ასე სასტიკად და ძალადობრივად ექცევიან. და თუ ეს გსმენიათ, მაშინ გილოცავთ, მედიის მიერ манипуляციის მსხვერპლი გახდით, რადგან ისინი კვლავაც არ გიყვებიან თელ სიმართლეს. ეს ვიდეოები ბოლო დროს ძალიან ვირუსულად გავრცელდა. კარგი კადრები, სადაც ჰოლანდიელი მომიტინგეები ახალ თავშესაფრის ცენტრს სწვავენ ლუდეტრეხტში და მეხანძრეებს არ აძლევენ საშუალებას მივიდნენ ადგილზე. ოღო არა, რა საშინელებაა. ჰეი! ნახეთ, მე არასოდეს ვარ ძალადობის მომხრე და ვფიქრობ, რომ ხანძარი ერთ-ერთი ყველაზე საშიში რამაა დედამიწაზე. მართლა მძულს ისინი, თუმცა უცნაურად ლამაზებიც არიან. მაგრამ ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება სინამდვილეში ამ ამბავში, რადგან ეს ბევრად უარესია, ვიდრე გეუბნებიან. Კარგი, პირველ რიგში რა მოხდა კონკრეტულად ამ ვიდეოში? ნიდერლანდებში მომიტინგეებმა დროებითი თავშესაფრის ცენტრის მიმართულებით მაშხალები და ფოიერვერკები ისროლეს, რამაც შენობის გარშემო დიდი ხანძარი გამოიწვია. სულ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც 15 თავშესაფრის მაძიებელი იქ გადავიდა. თავდაპირველად როცა ამ ამბავს ისმენთ, ფიქრობთ, ღმერთო ჩემო, ეს ადამიანები ცდილობენ ავნო თავშესაფრის მაძიებლებს. იმედი მაქვს ისინი გადარჩნენ. იმედი მაქვს ყველაფერი კარგადაა. რა ხდება ამ საშინელ ადამიანებთან? მაგრამ აქ არის კონტექსტი, რაზეც, რა თქმა უნდა, ისინი არაფერს გეუბნებიან ამ თელ ინციდენტთან დაკავშირებით. მოდით მოვისმინოთ, რას ამბობს ევა ამაზე. ევა სხვათა შორის ცნობილია იმით, რომ მას არ უშვებენ დიდ ბრიტანეთში, რადგან ის ღიად საუბრობს იმიგრაციაზე. კონტექსტისთვის, მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი თავშესაფრის ცენტრი გაეხსნა ისე, რომ ადგილობრივებთან არც კი გაუვლია კონსულტაცია. პასუხად, ადგილობრივებმა მშვიდობიანი პროტესტი გამართეს და მაშინვე დიდი პოლიციური ძალები დახვდათ. ახალგაზრდა ბავშვებს ხელკეტებით სცემდნენ, ხოლო შეშფოთებულ მოქალაქეებს მედია უკვე კვირებია უკიდურესად მემარჯვენე ექსტრემისტებად მოიხსენიებს. პირადად მე რამდენჯერმე დამასახელეს უსაფრთხოების საფრთხედ ეროვნულ ტელევიზიაში, მხოლოდ იმის გამო, რომ ერთხელ ამაზე ტვიტი დავწერე. და რაც ყველაზე ცუდია, მთავრობამ უბრალოდ, რა თქმა უნდა, არ მოусმინა ადგილობრივების პრეტენზიებს და მაინც გააგრძელა თავისი გზა. ეხლა კონკრეტულად ამ შემთხვევაში ადგილზე მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ თავშესაფრის მაძიებელმა მათ მიმართ ყელის გადაჭრის ჟესტი გააკეთა, რაზეც ვიღაცამ საპასუხოდ ფოიერვერკი ესროლა და ამის შედეგად გაჩნდა ხანძარი. კარგი? ტიპიური, კლასიკური, ზუსტად ის, რასაც ეულდებოდი. მაგრამ პოლიციის მხრიდან ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავიდან მშვიდობიანად აპროტესტებდნენ, ძალადობა პირდაპირ სიგიჟეა. ეხლა, ფულის დაზოგვიდან ნიდერლანდების გადარჩენამდე, რადგან ეს კონტენტი უნდა ნახო, რომ დაიჯერო, მართლა ასეა. ხანდახან ვერ ვიაზრებ ამას. საზიზღრობაა. მოდი ვნახოთ. გაქვს თუ არა სურათი? ბატონ ზაღლი დაესხნენ თავს და სერიოზულად სემეს. სპეცდანიშნულების პოლიცია ახლა ამ მიმართულებით მოდის. პოლიცია ახლა ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი საკმარისია. ჩვენ იმ მიმართულებით მივდივართ. ლოდი. მინდა ერთი წამით ყველაფერი ნათელი იყოს. ნახეთ, მე აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მე არ უჭერ მხარს ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ. არც პოლიციელების მხრიდან ძალადობას. უბრალოდ, ძალადობის წინააღმდეგი ვარ. მაგრამ, ღმერთო ჩემო, ეს ნიდერლანდებში ხდება და ისე წარმოაჩენენ თითქოს, ნახეთ ეს. ისე წარმოაჩენენ, თითქოს აქ ნამდვილი ძალადობრივი ადამიანები არიან. ისინი, ვინც ცეცხლს უკიდებენ რამეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ არ უნდა უკიდებდეს ცეცხლს. არავინ არ უნდა წვავდეს რამეს. არავინ არ უნდა უშლიდეს ხელს პოლიციელებს. არავინ არ უნდა უშლიდეს ხელს მეხანძრეებს. მაგრამ, როცა ასეთ ძალადობას ეჩვევი, უბრალოდ იწყებ ხედვას, რამდენად წარმოუდგენლად ფარისელურია ეს ყველაფერი. ესეც სიგიჟეა. ეს ქალი თავის ბაღშია და პოლიცია გადაწყვეტს, რომ ცხვირი უნდა გაუტეხოს. ლოდი. Doe eens normaal, man! Hey, doe eens normaal! Stak hem gewoon!
ხედავ, როცა ეჩვევი. როცა უბრალოდ ეჩვევი საზოგადოებას, რომელიც ამბობს, რომ თუ პოლიტიკურად არ ეთანხმები, შეიძლება ძალადობა გამოიყენონ, მაშინ დიდი პრობლემა დაქვს. და სწორედ ამას ვხედავთ ისევ და ისევ. მაგრამ ასევე ხედავ, რომ მედია სრულიად სხვას გეუბნება. ხალხს არ უნდა თავშესაფრის მაძიებლები. უბრალოდ არ უნდათ ისინი თავიანთ ქალაქებში, რადგან პრობლემურები არიან საზიანოები და საშიშები. მაგრამ თუ გაბედავენ და რამეს იტყვიან, დააკავებენ, სცემენ, გააჩუმებენ, აღარ შეუძლიათ არაფრის თქმა. და ამიტომაც ეს ქმნის არეულობას. ეხლა მე ისევ არ ვემხრობი იმას, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, აჯანყდეს და რაღაცები დაწვას. უბრალოდ არ ფიქრობ, რომ ეს არის სწორი გზა. მაგრამ ამავე დროს, თუ პოლიცია არ მისცემს არავის საშუალებას, რომ რამე თქვას და წინ წამოვიდეს, ხალხი საბოლოოდ იმედგაცრუებული რჩება. და ეს ხდება საბოლოოდ. ყველა ბრაზდება. ეს ყველაფერი მარტივად მოგვარდებოდა. პოლიცია რომ მისცემდა ხალხს საშუალებას პროტესტი გამოეხატათ მიგრანტთა ცენტრების წინააღმდეგ, ან კიდევ უკეთესი, რომ მთავრობები ეკითხებოდნენ კონკრეტული რაიონების მოსახლეობას, თუ იყვნენ ისინი თანახმა თავშესაფრის მაძიებლები მათ ტერიტორიაზე ეცხოვრათ, და თუ პასუხი ამაზე იქნებოდა დიახ, როგორც დემოკრატიაში უნდა იყოს, მაშინ შესანიშნავია. მაგრამ თუ პასუხი ამაზე იქნებოდა არა და მთავრობა ამას პატივს სცემდა, ჩვენ საერთოდ არ ვიქნებოდით ამ მდგომარეობაში. არა? ვაი. მაინტერესებს. კიდევ უფრო გაუარესდება თუ არა სიტუაცია. მადლობა ამ საკითხზე ყურადღების მიქცევისთვის.